ანთავს და Volkswagen-ის ლოგო. ლადა ჟიგულში. რა უხდება ვიო. რატო შევიდე? რეალი არ ვარ. ესე გაკეთდა ტრავერსი. მოგამოცვალა. შუახალია წელობრივი. Orinoli Volkswagen. საწვავის მილები. ანაჩენი ესე დადგა ყველაფერი. თავისი დინამო გენერატორი, ესე არის ვენტილატორი, გაგრილების სისტემა. ესე გააკეთეს კოლექტორი, წავიდა უკან. თავისი კოლექტორი გადაჭრეს ბიჭებმა, გადააკეთეს. შემშვები ცივი კოლექტორი გადააკეთეს და დაადგეს ესეთი Solexis კარბიურატორი DAZ 21 083 1107 და აწერია Made in USSR. ჯერ კიდე საბჭოთა კავშირის დროს არის გამოშვებული. ამას წესით სადღაც უნდა ეწეროს გამოშვების თარიღიც. ნახე რა აწერია. ყურე. ნახე. License Solex Made in USSR. Solexis ფრანგული კომპანია იყო. Solexi როგორც მახსოვს. Solexis ლიცენზიით გამოშვებულია საბჭოთა კავშირში. გაზის გადამყვანი ადგას თავზე. ესე აქ შეერთებული, აბრატკის შესასვლელში აქ შეერთებული ბენზინის შესასვლელი და თავარ შესასვლელში აქ აბრატკა ერთებული, რომ ელექტრო ბენზინასოსი დგას ბაკში და ამ ნემსაზე რომ დიდი წნევა არ მოვიდეს ტივტივასა და ნემსაზე დიდი წნევა რომ არ მოვიდეს მაგისთვის. ჩავრთოთ ახლა. ცოტა აქეთ მოვუწიე იმაზე მარცხნივ. ცოტა Aku